წარმოიდგინეთ ამ პაციენტის ტვინის სიკვდილი სამწუხაროდ უკვე დადასტურდა, თუმცა მას მაინც შეუძლია ხელების მოძრაობა. წარმოუდგენლად ჟღერს, ხო? თუმცა სინამდვილეა და ამ რეფლექსს ლაზარუსის რეფლექსი ჰქვია, რომელსაც აგიხსნით რა შემთხვევაში ხდება. როგორც იცით, ჩვენი ცენტრალური ნერვული სისტემა შედგება თავისა და ზურგის ტვინისგან. როგორც თქვით, ვიდეოში ნანახ პაციენტში სამწუხაროდ სამედიცინო პათოლოგიური ცვლილებებიდან გამომდინარე თავის ტვინის აქტივობა და ტვინის სიკვდილი, ასე ვთქვათ, დადასტურდა. აქედან გამომდინარე პასუხი უნდა ზურგის ტვინში ვეძებოთ. ეს რეფლექსი დაახლოებით ესე ხდება, როგორც ამ სქემაზეა გამოსახული, კონკრეტულად მხოლოდ და მხოლოდ ზურგის ტვინის ჩართულობით ამ რეფლექსურ კალში, რაც ნიშნავს იმას, რომ თავის ტვინის აქტიურობა და საერთოდ სიცოცხლის უნარიანობა ამ რეფლექსში არ წარმოადგენს მნიშვნელოვან ფაქტორს. შესაბამისად, ამ რეფლექსის არსებობა არ მიუთითებს იმაზე, რომ პაციენტს რამე დადებითი პროგნოზი აქვს, უბრალოდ ეს ნიშნავს იმას, რომ ზურგის ტვინის კონკრეტული სეგმენტი, რომელშიც ეს რეფლექსი ხორციელდება, ჯერ კიდევ ცოცხალია.